მიხეილ სააკაშვილის თემა, რომელზეც უკვე დღეს თეა წულუკიანმაც კი განცხადებები გააკეთა და მან ახსენა, ესე იგი, გირგვლიანი საქმე, რომელიც სტრასბურგს აქვს განხილული, გირგვლიანი ენუქიძის საქმე, რაშიც მიხეილ სააკაშვილს ბრალი მხოლოდ იმიტომ დასდეს, რომ მან შეიწყალა ბრალდებულები და აქედან გამომდინარე, ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ძალიან ქარიზმატული და ასე ვთქვათ, ბოლო დროის ყველაზე, ესე იგი, წლის 2017 წლის ყველაზე ესეთ პოლიტიკურ სკანდალში გახვეული ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ერთი სული მაქვს, როდის მოვიხმობ ნაციონალური მოძრაობის წევრს ბატონ ნიკა მელიას. გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან მაღალი ყოფილხართ, პირველად ხართ ჩემი რესპონდენტი და ესე ახლოს პირველად გნახეთ. აი აქ დაბრძანდით, ხო? წაგართვით წერა. მოგესალმებით, ბატონო ნიკა და თავიდანვე კითხავთ, მარტო მოხვედი? მოგესალმებით. ბატონო, მარტო ხართ მოსული? დიახ, მარტო ვარ. რას გულისხმობ ჩემო? არა, ნუ ეხლა ახალი წელია და ცოტა ვიხუმრებ და კეთილებთან ერთად ხო არ მოხვედით მეთქი, რა ვიცი. ყველაზე მეტად ეს დაამახსოვრდათ 2007 წელს. ყავას მიირთმევთ? გავამზადოთ კაცს. ჩაიც მაქვს. არა. ყავა, შაქრი თუ უშაქროთ? სხვათაშორის ეს თქვენი გადაცემა. დიახ. გარკვეულწილად, რა თქმა უნდა. ვაგონებზე ბავშვობაში ტელეკომპანია ევრიკაზე იყო ესეთი გადაცემა სალონი და არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა. მახსოვს ძალიან კარგად. ხმას გულისხმობ? ხო, თემურ ჩიკვაძეს ხმა ის მაშინ ერთადერთი კერძო ტელევიზია იყო. კი, და ძალიან საინტერესო ფორმატი იყო. ყურებადი. ნუ ვისაც ჰქონდა მაშინ? არა, შაქრის გარეშე. იბერია ძალიან ყურებადია. ხო, ანუ ევრიკას გულისხმობ. არა, დღეს იბერია ყურებადია მეთქი. გავიგე ევრიკას რო გულისხმობ. ძალიან კარგი. ხო, ამ ფორმატში ყურებადი გინდა დარწმუნებული ვარ. ბატონო ნიკა. იქნება. ბატონო ნიკა, თეა წულუკიანმა გააკეთა უკვე განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ექსტრადიციაც ახსენა მან და თქვა, რომ შესაძლოა, ანუ რა თქმა უნდა, მიმართა საქართველოს ხელისუფლებამ თავის დროზე, როგორ და რა იქნება, არავინ არაფერი არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თეა წულუკიანის განცხადებებში ის რაღაცა დამოკიდებულება, რომ ოპოზიციის კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა უფრო მეტად ალბათ იგულისხმება და პრინციპში მთელი ოპოზიციური სპექტრი მიდგომა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკანონოდ მიუსაჯეს 3 წელი არ არის სწორიო, იმიტომ რომ არ აქვს უფლება პრეზიდენტს, რომ ნებისმიერი დამნაშავე შეიწყალოს. ნუ სხვაგვარ პოზიციას ეხლა ჩვენ მე მგონი აღარ უნდა ველოდებოდეთ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლისგან, ბუნებრივი ისინი არიან ძალიან სუბიექტურები და ისინი დღითი დღე ეცდებიან საკუთარი უკანონო გადაწყვეტილება გაამართლონ იქამდე სანამ შეუძლიათ, სანამ არიან მართვის სადავეებთან. მე არ დაგეთანხმებოდ დროის მხოლოდ და მხოლოდ ნათქვამი იყო ნაციონალური მოძრაობის მიმართ და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ ეს პრეტენზია ერთგვარი. მე მგონი არ დარჩა ოდნავ მაინც ობიექტური ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც საჯარო ასე ვთქვათ საქმიანობას ეწევა და არ გააპროტესტა ის მართლაც საარაკო ბოდიში და სისულელე გადაწყვეტილება, რომელიც გამოვიტანა არა სასამართლომ, არამედ ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ არც ერთ საუკუნეში, არც ერთ ქვეყანაში, წლის არც ერთ პერიოდში, ნუ უბრალოდ არ ყოფილა მსგავსი გადაწყვეტილება გამოტანილი. მაგრამ ორი სიმართლე როდესაც ჩვენს თუ შეიძლება დავასრულებ, დიახ, თუ შეიძლება დავასრულებ. მსგავსი პრეცედენტი უბრალოდ არ ყოფილა და მე იმედი მაქვს არ იქნება. ნუ გარდა საქართველოსი და რას გულისხმობ, ვინაიდან ის რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, დღეს უკვე შეგვიძლია შორს მიმავალი დასკვნებიც გავაკეთოთ და ეს ყველაფერი გარკვეულწილად არა უკვე ირიბათ ამ პირდაპირ პრეზიდენტ მარგველაშვილსაც ეხება და დღევანდელი პროკურორის ასე ვთქვათ მუქარა და არა უბრალოდ მუქარა ნარევი განცხადება წავიკითხე, მე უბრალოდ პირდაპირ მუქარა იყო მისი მხრიდან მარგველაშვილის მიმართ, როდესაც მან თქვა რომ როგორც ჩანს მარგველაშვილმა იმიტომ გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა და გააპროტესტა მსგავსი უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ფერქვეშ თელავს კონსტიტუციას, როგორც ჩანს მას აქვს შიშები თავისი საქმიანობიდან გამომდინარე. ნუ რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ როგორც მინიმუმ ბუნებრივია ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არ გაუძლებს ცდუნებას და ეცდება პრეზიდენტი მარგველაშვილი მას შემდეგ, როდესაც იგი აღარ იქნება პრეზიდენტი, შეიძლება ეს ნოემბერში უკვე წესით სხვა პრეზიდენტი უნდა ყავდეს ქვეყანას, მინიმუმ ჩემი აზრით დაიბაროს დაკითხვაზე. სწორედაც რომ
ანალოგიურ შეწყალების აქტთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ შარშან 5 მსგავსი შეწყალების აქტი გამოსცა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. წარმოიდგინეთ, 5 არ ვიცი ეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება ითქვა უკვე არაერთხელ გადაღეჭილი აქვს ეს საზოგადოებას. მართლა არ ექვემდებარება რევიზიას და ამაზე კამათიც არა ბატონიკა მაპატი არა უნდა რეპლიკასაც გითხრათ პროკურორმა ისიც თქვა რომ აქ იმაზე კი არ ედავებიან პრეზიდენტს რომ მან გამოიყენა თავისი უფლება კონსტიტუციური არამედ მან გადააჭარბა თავისი უფლება წინასწარ იყო გარიგება შეთანხმება ესე განმარტა ამათში შევიდა პროკურორთან უაზრობა აქსიომა უბრალოდ არ ექვემდებარება რევიზიას ნებისმიერ სახელმწიფოში დემოკრატიულ იურისდიქციაში დემოკრატიულ სახელმწიფოში პრეზიდენტი ნუ რიგ ქვეყნებში მონარქი გამოსცემს შეწყალების აქტს რომლის საფუძველით ექვემდებარება მთელი რიგი ასე თქვა დამნაშავეები ხას უსვამ. დიახ, როცა იწყალება და დამნაშავეს იწყალება. სხვადასხვა სასამართლო განაჩენი ამ ადამიანს აქვს მისჯილი თავისუფლების სხვადასხვა ასე ვთქვათ წლებით აღკვეთა, ხო? არც ერთი შეწყალების აქტით არ ხდება არადამნაშავე შეწყალება. ყოველთვის იქნება, არის და იქნება სხვადასხვა მცირე, დიდი შედარებით მომცრო თუ შეიძლება მნიშვნელოვანი ნაწილისგან საზოგადოებაში პროტესტი იმ ადამიანების მიმართ, ვინც არის შეწყალებული და იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ვინც შეიწყალა. მაგრამ ეს არ ექვემდებარება დემოკრატიულ სახელმწიფოში რევიზიას. და კონსტიტუციის ფეთქეში გათელვა და კანონის უხეში დარღვევა, კონსტიტუციის უხეში დარღვევა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი უბრალოდ ფეთქეში გათელეს, როდესაც პრეზიდენტს მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს ნიშნავს, რომ დადასტურებულად შეგვიძლია თქვათ, რომ ქვეყანაში ჩვენთან არის აბსოლუტურად სამართლებრივი განუკითხაობა, არათუ გაუგებრობა, განუვითარებლობა სამართლებრივი, ძალიან სახიფათო სამართლებრივი პრეცედენტი დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ჩემის აზრით ეცდება ყოველ შემთხვევაში გამოიყენოს მომდენო პერიოდში უკვე პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ რითიც გარკვეულწილად შური იძიოს მასზე. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ბატონი მარგველაშვილი ხომ არის მოღალატე. ამიტომ კეთდება ის რაც კეთდება, ეს რომ არ დაუშვა და კიდევ უფრო არ დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი საგარეო და როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საჭირო არის საზოგადოების კონსოლიდაცია. მე მესმის ბევრი, ეხლა წამოვიდი 1000-მდე შეწყალებული მჟავდებული ყავს, ნუ ან შეიწყალა შეუმცირა სასჯელი 2017 წელს პრეზიდენტ მარგველაშვილმა. ეხლა ივანიშვილის კონტროლს დაქვემდებარებული პროკურატურა, სასამართლო და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, მათ თუ მიიღეს ისეთი პოლიტიკური დავალება, როგორც მიიღეს ეხლა და სისულეში მოიყვანეს. თქვენ მონეტა ვერ შეკერავენ საქმეს და პრეზიდენტ მარგველაშვილს ვერ წაუყენებენ იგივე ბრალს. 1000 და მარტო 2017-ში მე არ ვიცი 2016-ში რა იყო, ანუ ან მიმდინარე წელს რამდენი იყო, ხო? იქნება კიდევ. ამიტომ ეს ყველაფერი აღსაკვეთი არის და კონსოლიდაციაში ამას გულისხმობს, სწორედ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ოპოზიციური პარტია, ყველა აქტიური საჯარო პირი უნდა დადგეს კონსტიტუციის სადარაჯოზე. დიახ და რას ფიქრობ თუ კი მიმართა თეა წულუკიანმა სტრასბურგს? ანუ საქართველოს ოფიციალურად თუ კი მიმართა სტრასბურგს, რომელიც განიხილა ეს საქმე თავის დროზე და მიაწოდა თქვათ ეს განაჩენი, ასე ვთქვათ. რამეს შეცვლის ეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ თქვათ საბოლოო დატოვებს ამ განაჩენს? მე დარწმუნებული ვარ, რომ საშუალო პერსპექტივაში არა გრძელვადიანში, როდესაც ყველა ინსტანცია იქნება ამოწურული და ეხლა მე მოდით პირდაპირ თქვათ, ეხლა სააპელაციო და უზენაესის იმედი, სასამართლოს იმედი აქ ეხლა ქვეყნის შიგნით არავის არ ექნება, მაგრამ ეს ინსტანციები თითქოს გზამოგიჭრათ ამის შემდეგ რა თქმა უნდა დროის პირადად მუშაობდა გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგში და დიახ გასაგებია მაგრამ ეს არნიშნავს რომ გზა მოუჭრა ქალბატონმა მინისტრმა ვინმეს რაიმეთი როგორც თქვენ გიყურებთ ასევე და ვიცი ვინც ბრძანდებით და სადაც ვარ ეხლა აი ესევე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ ეს საქმე რა თქმა უნდა დამთავრდება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებით. იმდენად წარმოუდგენელი შემთხვევა, რომ მართლაც კამათიც უხერხულია.
მაგრამ მოდით მაშინ ვთქვათ მაინც მოსახლეობის სრული უმრავლესობა ისმენს ორ გვარ განცხადებას. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ასეთი რამ არ შეიძლება, არა მარტო ოპოზიცია, მაგრამ არა, ხელისუფლება აცხადებს, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი. ხელისუფლება აცხადებს, რომ პრეზიდენტს არ აქვს განუსაზღვრელი უფლება შეიწყალოს ნებისმიერი დამნაშავება. აი, რატომ ვერ ყალიბდება სახელმწიფო? ვისი უფლება აქვს პრეზიდენტს? რომ ჩავიდეთ რიყეზე და ვთქვათ, რომ მოდი, ვთქვათ, რომ რიყეზე ვართ, მაგრამ ქვას ვერ ხედავთ. აი, ასეთ კამათში არ შევიდეთ ერთმანეთთან, იმიტომ რომ არის ახლა სუბიექტური მხარე და ობიექტურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი. სუბიექტური არის ქალბატონი წულუკიანი, სუბიექტური არის პროკურორი ნადერეიშვილი თუ პროკურორია ის პროკურორი, რომელმაც არევაძე, რომელზეც სხვათა შორის ქალბატონი იუსტიციის მინისტრი სულ რამდენიმე წლის წინ მას ეძახდა ზონდერ მოსამართლეს და დღეს თურმე მიესალმება ამ ბატონი არევაძეს ამ არევაძე მოსამართლეს გადაწყვეტილებას. ზოგადად დიახაც რო ვისაუბროთ სამართალზე და ვაკეთოთ რაიმე სახის სამართლებრივი ანალიზი, სამართალი უნდა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში. არ არსებობს დღეს სასამართლო. როდესაც ჩვენს ქვეყანაში სასამართლო დღეს კი არა, ბოლო წლები არ არსებობს. არც იმ დროს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში. კი ბატონო, თქვენ თუ გონიათ მე არ ვიყავი ამ კითხვების მზად, სამ თქვენთან მოვიდოდი ძალიან ცდებით, მაგრამ იმდენად თქვენ რა ხა მე დაგეძახებიეთ გადაცემაში 2-3 წლის წინ გულახდილად მოდით ვისაუბროთ. ძალიან ბევრ თქვენ კითხვებზე არ იყო 2-3 წლის წინ გადაცემა. ნუ თუნდაც ხო 2-3 წლის რომ ყოფილიყო. მართლაც გექნებოდათ მორალური უპირატესობა ჩემზე. და გექნებოდათ ისეთი კითხვები, რაზეც უბრალოდ პასუხი ან მექნებოდა არადამაჯერებელი, ან აუცილებლად უნდა დაგხლაფებოდით. მთელი დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი, ვინც არის ხელისუფლებაში, ხო? ერთხმად, როდესაც ისინი იყვნენ ოპოზიციაში, აკრიტიკებდნენ მურუსიძეს, რბილად რო ვთქვათ, აკრიტიკებდნენ ჩინჩალაძეს, ასევე რბილად რო ვთქვათ, მოსამართლეებს, აი არევაძეებს, ასე ვთქვათ, ჩემიებს, აი მთელი ასეთი სპექტრი. დღეს ეს ადამიანები თურმე არიან, არ ვიცი, ობიექტურობის პერსონიფიკაციები, ზღვის ქაფიდან შობილი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებებს გამოიტანენ ხვალას და ზეგაც. მე მგონი ამ ყველაფრის უკვე პასუხი გაცემული არის, იმიტომ რომ თავადვე ეწინააღმდეგებიან საკუთარ შარშანდელ და შარშანწინდელ პოზიციებს, უბრალოდ 2012 წლამდე პოზიციებს. ანუ ქალბატონი წულუკიანი საუბრობდა ერთს ამ ადამიანების მიმართ 2012 წლამდე, დღეს საუბრობს სხვაგვარად, ხო? ეხლა მურუსიძის სინდრომმა, ასე ვთქვათ, გაამართლა ქართული ოცნებისთვის. მურუსიძე დაცვაო მოძრაობის დროს სასამართლო ხელისუფლებაში იყო ერთ-ერთი მოსამართლე და ძალიან არაობიექტური და არასამართლიანი მოსამართლე. აი ბატონი ხდებოდა უსამართლობა იმდროზე. მე მგონი ბატონი არევაძე, ხო? მოსამართლე ჩემი ეს თანაშემწე იყო, ხო? ესენი რიგითი მოსამართლეები. დღეს რა გაკეთდა ქართული ოცნების მიერ? ეს ადამიანები დააწინაურეს, ზოგი უვადოდ გაამწესეს მოსამართლეებად, ზოგი წლების განმავლობაში ბატონი მურუსიძე საერთოდ მართავდა სასამართლო სისტემას ფორმალურად, ეხლა არაფორმალურადაც მართავს, ანუ იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ჩინჩალაძე, იცით ხომ ასეთი გაგიგია, ბატონი ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, სწორედ ამიტომ ვამბობ, შეიძლება პირველად არ ვამბობ თქვენს ეთერში, არანაირი მორალური უფლება არ აქვს დღეს ქართულ ოცნებას ისაუბროს გირგვიანის იმ ტრაგიკულ მართლაც საქმეზე, რომელიც თავად ბატონმა სააკაშვილმა თქვა, რომ ეს იყო მისი ერთ-ერთი ძალიან ტკინვეული საქმე და შავი ლაქა მისი მმართველობის პერიოდში, თავად მიხეილ სააკაშვილმა თქვა ეს, აღარ აქვს მორალური უფლება ქართულ ოცნებას კლავაც უსინდისოდ მოახდინოს სპეკულაციები ამ საქმის გარშემო. დიახაც ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა იქცა პოლიტიკურ საკითხად. მაშინდელმა ოპოზიციამ ეს მოახერხა და არა ხელისუფლების დახმარების გარეშე. დიახაც მაშინ სტრასბურგის სასამართლომ 2011 წლის გადაწყვეტილებით თქვა, დიახაც დანაშაული ჩაიდინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მაგრამ დანაშაულის ჩადენისას ისინი არ მოქმედებდნენ, როგორც სამინისტროს თანამშრომლები, მაგრამ მოქმედებდნენ როგორც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველა რგოლი იყო ჩართული. ისეც თქვა, რამ გამოიწვია. ისეც თქვა და ესეც თქვა. რა მისცა? ამიტომ
დიახაც არ იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თუ საუბრობთ, მე ხარ დავემსგავსები ქართული ოცნების თელიან ხელისუფლებას, რომელიც არაფრად აგდებს ვანო მერაბიშვილის შესახებ გამოტანილ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. და ამბობენ რომ ნუ მერე რა რომ სტრასბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა ჩვენ პატივცემთ საზოგადოებრივ აზრს. აი ეს განცხადებები მოვისმინოთ ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან. ანუ ესენი აპრიორი არ ცნობენ ქვეყანას როგორც სამართლებრივ სახელმწიფოს. ნუ მერე რა მოხდაო ხა სტრასბურგის სასამართლომ თუ გამოიტანა ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენთვის უპირატესი არის საზოგადოებრივი მოსაზრებები და აქაც ძალიან დიდ ტყუს ამბობენ. გეთახმებით, ისიც არის ნათქვამი გადაწყვეტილებაში და ესეც არის ნათქვამი. თავარი რაც არის ნათქვამი იმ 2011 წლის გადაწყვეტილებაში, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეფექტური გამოძიება და ნაკლებობას განიცდიდა ის სისხლის სამართლის საქმე, უბრალოდ შორს იყო ობიექტურობისგან, იყო ნაკლებობა სამართლიანობის, საფუძვლიანობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ცალკე საქმე და შეწყალების საქმე არის აბსოლუტურად სხვა. შავზე ითქვა თეთრი, ანუ ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცეს იმის გამო, რომ მან საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა. ეხლაც მაგალითად თქვენ რომ დაგიდოთ იმ 1000 მჟავდებული შეწყალების სია. დიახ. რაც მაგალითად პრეზიდენტ მარგველოშმა გამოსცა, ხო? და გაათავისუფლა საჯავშრო დაწესებულებებიდან. მე დარწმუნებული შეიძლება იგი 1-2 ადამიანი ნახოთ, რომლის მიმართაც გაგიჩნდეთ საფუძვლიანი პროტესტი, რომ რატო გათავისუფლდა ვადაზიადრე ეს ადამიანი. მაგრამ რადგანაც კომისია მოგაწოდა, ამიტომ პრეზიდენტი ვალდებულია ხელი მოაწეროს სამართლებრივ რევიზიას. ანუ პრეზიდენტი ვალდებულია, ანუ ხელი მოაწეროს ეს იყო ჩათვალა ეს მიაწოდა კომისიამ. მაშინ კომისიის პასუხისმგებლობის საკითხი არავის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. გარდა იმის ერთი შემთხვევისა, რომელიც არის ძალიან ხშირად გაჟღერებული უკვე, ხო? თუ მართლა არ დადგინდა, რომ შეწყალების აქტის გამოცემის პერიოდში იქნა ხთამი აღებული, ხო? დიახ. არ ექვემდებარება უბრალოდ, აი რაზე ვიკამათოთ, აი მარტივი არის. ჩვენ ახლა თუ გონიათ, ქაბატონ თეატრულუკიანი გამოვიდოდა დღეს და იტყოდა იგივე, რასაც ამბობს ნიკამელია მაგალითად. ბუნებრივი, მაშინ აღარ იქნებოდა იუსტიციის მინისტრი. არა, თუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ამბობს ქალბატონი თეატრულუკიანი, რომელიც არ აქვს, იმიტომ რომ ის არის იუსტიციის მინისტრი და ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ამბობს ის და შემდეგ რას უპასუხებთ ამას თქვენ. ჩვენ ხომ არ ვაფასებთ ამას, ჩვენ კითხვებს ვსვამთ. ბევრ სახელმწიფოში სოფლიოს 196 სახელმწიფო თუ კი ავიდოთ სოფლიოს 196 სახელმწიფო, სადღაც არის კარგი მთავრობა, ამ თუ იმ ქვეყანაში სადღაც არის ცუდი, მაგრამ არიან ქვეყნები, სადაც ხელისუფლება არ არსებობს. სამწუხაროდ საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყანათა კატეგორიას, სადაც ხელისუფლება არ არსებობს, როგორც ასე. ეხლა მინისტრი არ არის მინისტრი, მინისტრის მოადგილე მით უმეტეს არ არის მინისტრის მოადგილე, პარლამენტარი არ არის და ასე შემდეგ. ყველაფერი ექვემდებარება ერთი ადამიანის კონტროლს. ეხლა მე შორს ვარ იმაზრისგან და არ ვიტყვი, რომ არ იცის რა საკეთებს ბატონი ნადარეიშვილი, პროკურორი. ან რა გადაწყვეტილება გამოვიტანა ბატონმა არებაძემ, რომელიც სხვადასხვა რამდენიმე დღეში უვადოდ ელოდება მოსამართლედ რომ დაინიშნოს. იცით ალბათ ხომ ეს რამდენიმე დღეში ბატონი არევაძე, ანუ მის გაასამართლა მიხეილ სააკაშვილი ელოდება უვადოდ განწესებას. და რა თქმა უნდა მას დანიშნავენ უვადოდ მოსამართლედ. იციან ჩვენივრად რომ აბსოლუტურად წარმოუდგენელი სასამართლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და რაზეც მოუწევთ პასუხისგება. აუს მე არ მინდა მართლა ვიყო იმ ხელისუფლების წევრი, მართლაც არ მინდა, რომლის პირობებშიც და მართლობის დროსაც ძალიან ბევრი მოსამართლე პროკურორი გასამართლება. უნდა დამთავრდეს, წინ უნდა გავიხედოთ. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება შურიძიება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა არსებობს რეალური მოცემულობაც, ხო? არის რაღაც რაზეც თვალს ვერ დახუჭა უბრალოდ. მეტსაც გეტყვით. თავადვე აწერენ საკუთარ გამოტყუნებელ განაჩენს ხელს. ეხლა არევაძემ ორი რაღაცა უნდა გააკეთოს. ხელისუფლება როდესაც შეიცვლება და აუცილებლად შეიცვლება, იმიტომ რომ ასე ხდება. და ვერ იქნება ქართული ოცნება გამონაკლისი. ბატონი არევაძე უნდა წავიდეს ქვეყნიდან და საწავა, სადაც ვერ მიწვდება ყოველ შემთხვევაში ქართული მართლმსაჯულება, ან უბრალოდ რამავდროულად უნდა აგოს პასუხი.
ყველაფერზე. და მე ეჭვი მაქვს რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ბატონი არევაძეთი ამ შემთხვევაში ამ საქმის გარშემო თუ ვისაუბრეთ არ შემოიფარგლება. არ არის ბატონი არევაძე ის ადამიანი რომელიც თავზე აიღებდა ამ უგუნურობას. გასაგებია ამ შემთხვევაში მოსამართლეებზე რა. არა მე არ საუბრობ პირიქით მოსამართლეებზე არ სააკაშვილმა განაცხადა რომ თანამედროვე საქართველოს ფუძემდებელი ვარ. ანუ თქოს მიიყვანეს მიხელ სააკაშვილი იმ კონდიციამდე როდესაც მან თქვა რომ არ შეიძლება მისი გასამართლება. მე არ ვიცი ხა ნუ გარკვეულწილად ვიცი თქვენი პოლიტიკური ასე ვთქვათ წამსი შეუცდები შეიძლება იყოს განსხვავებული ჩემი პოლიტიკური გემოვნებისგან ხო? შეიძლება არ იყოს არ ვიცი, მაგრამ რომც იყოს განსხვავებული გავა წლები და დარწმუნებული ვარ თქვენს იმ პოზიციაზე იქნებით რა პოზიციაზეც მე ვიყავ. იმიტომ რომ მე ამ ქვეყანაში დავიბადე და ვიყავი არც თუ ისე პატარა, დაახლოებით 11-12 წლის და ძალიან კარგად მახსოვს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართ მიტანილი წარმოუდგენელი უსამართლო იერიში. მაშინაც ნახევარი საქართველოს მოსახლეობა მიესალმებოდა ზვიად გამსახურდიას არათუ ჩამოგდებას თანამდებობიდან, არამედ ცოტა უხერხული შედარება ხო არა ქვეყნის რა არის უხერხული? სააკაშვილის და გამსახურდიას შედარება. ნუ აი რაღაცა უნდა გეთქვათ ალბათ და თქვით ხო? აი უბრალოდ არა რაღაცა უნდა მე ქვეყნის პრეზიდენტზე ვსაუბრობ და ქვეყნის პრეზიდენტი იყო გამსახურდიას ბრალი წაყენებული არა ამაზე არც უნდა ვიკამათოთ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მიდგომით ყველა პრეზიდენტს ერთია. მე გონა თქვენ უფრო ცოტა სხვა კითხოს დამისვენდით. წვავეს, მაგრამ ბატონო ნიკა პრეზიდენტი იყო სააკაშვილი, პრეზიდენტი იყო რა თქმა უნდა შევარნაძე და მით უმეტეს ზვიად გამსახურდია. საუბრობთ პრეზიდენტის ინსტიტუტზე ზოგადად. და რა შუაში აქ ვის რას ვადარ? არა, მე იცით ახლა ამ თქვენს რაღაცა ნათქვამში ცოტა მივიყურისე, მაგრამ ანუ რას ნიშნავს მე ვიცი თქვენი პოლიტიკა? არა, შეიძლება ახლა მე არ მეთანხმებოდი და უფრო იზიარებდეთ სიტყვას, ხო არ ვიცი, არც გეკითხები. ვი რას მაგალითად? იზიარებდეთ მაგალითად ქალბატონი წულუკიანის პოზიცია. შეიძლება არ იზიარებდეთ, მე ხო არ ვიცი, არც გეკითხები და არც უნდა შეგეკითხო. და ჩემს ნათქვამში გამოჩნდა პოზიცია. არა, სწორედ, არა, როგორ გეკითხება. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ რომც იყოს განსხვავებული თქვენი პოზიცია ჩემი პოზიციისგან, დაწუნებულია წლების შემდეგ და თქვენიც მათ შორის თანამედროვე თემურ ჩხიკვაძესი, ხო? რაღაცა ებრძვით ამ შემთხვევაში. არა, თემურ კარგი გაგევით, მაგრამ კარგად მახსოვს ბავშვობაში. არა, კარგი, ხო, ძალიან ისე მახსოვს. დაწუნებული ვარ და ამავე პოზიციაზე იქნებით, იმიტომ რომ ეს ადამიანი დიახაც თქვენ მოგწონთ ბატონო ნიკა, მე მგონი ძალიან მარტივად გამოსაცნობია ნაციონალურ მოძრაობის წევრი მოვიწვიეთ ჩვენ და თქვათ არა ქართული ოცნების. ანუ ამით იმის თქმა კი არ მინდა რომ ჩვენ რომელიმეს მხარეს ვართ უბრალოდ რადგანაც ყველაზე დიდი პროტესტი არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და რადგანაც დიახაც სწორად კითხვის ნიშნები ჩვენ გვიჩნდება იმ გადაწყვეტილებაში რაც მიიღო სასამართლომ და რასაც აცხადებს თუნდაც თეაწულუკიანი ამიტომ გვინდა რომ გამყარებულად თქვენგან პასუხები მოვისმინოთ მათ მესმის თქვენი განსაკუთრებით არასწორია ის რაც მე მაინტერესებს რა მოყვება ამას თქვენ დიდი პროტესტი ნაციონალურ მოძრაობის მიმართ აბსოლუტურად არასწორია რა მხრივ არის დიდი პროტესტი ნაციონალურ მოძრაობის თქვენ გონიათ რომ დღეს ნაკლები პროტესტი არის ქართული ოცნების მიმართ ვიდრე წინა ხელისუფლების მიმართ ეს არის მარტივად რო ვთქვათ არასწორი და გარკვეულწილად ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ხელი თავად ქართულ მოძრაობას შეუწყო იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც რა არის ოლიგარქია ჩემი გაგებით. ბევრი დეფინიცია არსებობს, ხო? ოლიგარქია, ქართული ოლიგარქია ვიყოთ რა არის. ქართული ოლიგარქია არის ის, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მოვიდა მილიარდები მართლაც სადავეებთან და ყველა კომუნალურ გადასახადზე გაძვირდა ტარიფი. გაძვირდა ბუნებრივ აირზე, გაძვირდა გადასახადი წყალზე, გაძვირდა ბუნებრივ აირზე გაძვირდა ხო მედიკამენტებზე ფასი არის 12% გაზრდილია სურსაძე ყველა სასურსათო პროდუქციაზე არის 10% გაზრდილი ფასი ლარი ისტორიულ ნიშნულამდე გაუფასურდა მილიარდელი ოლიგარქის პირობებში ქვეყანაში გაუფასურდა ისტორიულ ნიშნულამდე საწვავი გაძვირდა ისტორიულ ნიშნულამდე ჩვენ ქვეყანაში მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას დიახაც გაძვირდა 233,000 საქართველოს მოქალაქე არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესში. ამას დავასრულებ თუ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღხსნა ჩემი გაგებით რა არის ოლიგარქია. პრემიერმა ვერ გაგაჩერეთ და მე როგორ 233,000
მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე ნიშნავს, რომ 233,000 საქართველოს მოქალაქეს აქვს დაკადაღებული ყველა საბანკო ანგარიში თუ კი ასეთი აქვს, ყველა უზრავი და მოძრავი ნივთი, ანუ 233,000 საქართველოს მოქალაქეს მიმართ მიმდინარეობს იძულებითი საავსულო მოქმედებები. ამაში ახალი არაფერი რაიმე მათ აქვს აუცილებლად უახლოეს პერიოდში დაექვემდებარება იძულებით აუქციონს. ზე რეალიზაცია მათი ქონების. წარმოვიდგინეთ, რამდენი 1000 არის ჯერ კიდევ რიგში, რამდენი 1000 მოვალე არის პრობლემურ, ასე თქვა, განყოფილებებში ჯერ კიდევ გაჩხერილი საბანკო დაწესებულებებში, რომელიც არ მოსულა ჯერ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის კომპეტენტურ ორგანომდე, ხო? შედით, ჩემო მეგობრებო, თუ ვიყურებს ახლა მაყურებელი და უბრალოდ არ მიცემ ჩემ თავს უფლებას რომ მოვიტყულო. ბევრი აგრარული ბაზარი მინახავს საქართველოში, სადაც შევსულ ვარ და რეგიონებში განსაკუთრებით და მინახავს გამყიდველი უფრო მეტი ვიდრე მყიდველი. ეს არის რეალობა. ყველა ეგრეთ წოდებული უბნის მაღაზიაში თუ კი შევვლოთ პატარა ტიპის მაღაზიაში სასუსტატოს დახსქვებით მიაქციოთ ყურადღება რა ხდება? რა ხდება? ხდება დიახ მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის ვაჭრობს ნისიით. და ვეულები უდეს ახალი ამაში არაფერი არ არის. ახალი როგორ არ არის? ეხლა გეტყვით რა არის ახალი? როგორ არ არის ახალი? როგორ არ არის ახალი? ნიშნულად ახალი არის. დიახ, ეს ყველაფერი მოხდა ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში. არა, ეს ასე არის. გაუარეს და პირველად 2017 წლის პირველ 6 თვეში პირველად ისტორიაში სიკვდილიანობა აჭარბებს ჩვენს ქვეყანაში შობადობას. პირველ 6 თვეში 2017 წლის საქართველოში დაიბადა უფრო ნაკლები ადამიანი, ვიდრე გარდაიცვალა. გასაგებია. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში. დიახ. ქვეყნის მოსახლეობა ქვეყნის შიგნით შემცირდა რამდენი ამ დროს რა ხდება იქით ფლანგზე პრობლემები რომელიც კატასტროფულია აი ოლიგარქის ფლანგზე რა მე ჩამოთვალე ეხლა რა ხდება ხალხის მხარეს ანუ საზოგადოება რა დღეშია და რა ხდება ოლიგარქიის მხარეს განუსაზღვრელი რაოდენობის დანამატები და პრემიები 650 მილიონი ლარით მეტი პრემია და დანამატები 15,000 საჯარო მოხელით მეტი მუშაობს დღეს ქართული ოცნების ბიუროკრატიაში ვიდრე მუშაობდნენ ნაციონალური მოძრაობის დროს ეს არის ფაქტი სტატისტიკის დეპარტამენტი საიძედებს ეს მონაცემები მე ჩემ ვარაუდებს არ გამოთქვა 101,000 საჯარო მოხელე იყო ნაციონალური მოძრაობის დროს ანუ ყველა გამგეობებში გუბერნიებში სამინისტროებში ბაგაბაღებში 101,000 დღეს არის 115,000 რაღაცა ნუ დაახლოებით 15,000 მეტი და რა მეტი სიკეთე იგრძნოს საზოგადოება მეტი ხიდი დაიგო მეტი გზა დაიგო თუ რა მოხდა ეხლა მიიღეს კანონი რისი მეშვეობითაც როდესაც აპროტესტებდა ნახევარი საზოგადოება რომ რა ამბავია რა ხელა დანამატებს და პრემიებს იღებთ რა ქნეს იცით რა საკეთებენ თქვენს აღარ ავიღებთ დანამატი ჯერ პრემია მე დანამატი მე ჯილდო დაარქვეს უგავსოთ და კანონის ძალით გააერთიანეს დანამატი ჯილდო და პრემია ხელფაში ანუ თქვენ თუ თანამშრომელი იღებდით 1000 ლარს ყოველთვიურად და მე თქვენი უფროსი გაძლევდით მეორე 1000 ლარს ყოველთვიურად წესით არ უნდა მომეცეთ თქვენ ძალიან არა დღეს კანონით უკვე თქვენ ხელფასი გექნებათ არა 1000 ლარი არამედ 2000 ლარი და მომდენო თვითონ პრემიას აღარ მიიღებთ და გამოვლენ ცოტა ხანში და იყენათ ჩვენ პრემიები არა გაუერთიანეს დაერთიანეს ანუ სტაბილურად რა პრემია დანამატებსაც იღებდნენ ის აქციეს ხელფასი გაზარდეს მაშინ როდესაც და გამოვლენ ცოტა ხანში და იყენათ ჩვენ დანამატებს და პრემიას დაგავიდნენ მაშინ როდესაც მილიარდელი კაცის პირობებში მართველის პირობებში ლარით არ გაზრდილო პენსია და ამბობენ რომ 2019 წლის დასაწყისში თუ შუაში ჯერ კაცმა არ იცის გავდით 10 ლარით და კიდევ 2020 წლის დასაწყისში ან შუაში გაზრდიან დამატებით 10 ლარით ანუ 20 ლარით გაიზრდება 2 წელიწადში და ინფლაციის დონე მატულობს და პენსიონერი ამჟამინდელი პენსიით რასაც ყიდულობს რომლის ხარჯის 30-40% შეადგენს მედიკამენტი რომლის ფასები იზრდება შესაბამისად ინფლაცია იზრდება ასე თუ გაგრძელდა იმ გაზრდილი 20 ლარითაც ვერ იყიდიან იმ წამლებს რასაც ყიდულობენ დღეს ხო? გამოდიან დღეს ამბობენ რომ ინფლაციის დონე კი გაიზარდა, ეკონომიკა კი ლარი კი უფასურდება, მაგრამ ეკონომიკა ვითარდება. აი წარმოუდგენელი შეუსაბამოა.
ამბობენ რომ ეკონომიკა ვითარდება და ლარი უფასურდება. ინფლაცია მატულობს, მაგრამ ეკონომიკა ვითარდება. ძალიან კარგი მონოლოგის რეჟიმი, ესე ფაბრიკას ძალიან უხდება ასეთი მონოლოგის რეჟიმი. მე მაქვს ხოლმე ასეთი მონოლოგები სხვა შორის სოციალურ თემებზეც სხვათა შორის და სწორედ თავის მისამართი. უბრალოდ ავწერ იმას, რაც ხდება დღეს ჩვენთან ქვეყანაში. თქვენ ჯერ ბრძანდებოდეთ რამდენიმე წუთი და ეს საჩუქრა თქვენ ომეგა ცინკი სხვათა შორის და როგორც გნებავთ. როგორც თქვენ ესე იგი ძალიან კარგად ხსნის გონებას, მეხსიერებისთვის არის კარგი. კი, ხსნის გონებას. შეგვიძლია პრემიერ-მინისტრად გაუგზავნოთ, რომ როგორ მოხდა, რომ აი გაჭედა პრემიერ-მინისტრმა. რანაირად გააბრაზეთ ესე პრემიერ-მინისტრი? აი მე არ დაფიქრდით ცალკე, აი მოდით გავეშვათ პოლიტიკურ განცხადებას. პოლიტიკური განცხადება არა, მაგრამ დავასრულებ იმას, რომ არ მინდა გამოსცეს. რა უნდა დაასრულოთ? 700,000 პენსიონერი ყავს ქვეყანაში. დიახ. ეხლა მოთხოვნილი მაქვს სადეპუტატო კითხვა მაქვს გაგზავნილი სერგიანკოს უწყებაში და იმედია ძალიან მალე მომაწვიან ამ ინფორმაციას. ჩემი ინფორმაციით 40% პენსიონერებისაც აქ პენსია წინსწრებად გამოტანილი. ზოგს 5 თვის პენსია, ზოგს 6 თვის პენსია. ასე იყო ყოველთვის 2000 წლია, 2000 წლია. როგორ არის იყო მე ვთქვი რა გაუარესდა. ტარიფი გაიზარდა ყველა კომუნალურ გადასახადზე. ლარი გაუფასურდა ისტორიულ ნიშნულამდე, საწავის ფასი ისტორიულ ნიშნულამდე გაძვირდა და ბევრი სხვა რაღაცა თქვი კიდე და ასე იყო მეუბნები და არ ყოფილა. არა, პენსიის გამოტანაზე გამგებელი რო იყავით, პენსიონერებს არ გამოგვდა გაწილებული კიდე უფრო მნიშვნელოვნად გაუჭირდა, ჩემო ბატონო. ეს არის პრობლემა. ეკონომიკა კი არ განვითარდა წინ. უკუ განვითარება მოყვა ყველა ჩემი ხო გაინტერესებთ ეკონომიკა თქვენ პირველი ვიქნებოდი ერთ-ერთი პირველი ვიქნებოდი ვინც სტაჟს დაუკრავდა ნებისმიერ ხელისუფლებას ოღონდ სასიკეთო ნაბიჯები გადაეცა მომშვიდობა გაქვს ჩემო ხმა რაღაც აღარ ისმის ხმა და ერთი წუთი გამოვიყენებ ამ გამოიყენებთ ომეგაცინს ბავშვებისაც ძალიან კარგი ყოფილა და მითხარით რა ანუ რა დაემართა აფედუ მოხდა არ მინდა იმის თქმა რომ სასიამოვნოა არც ხვალ იქნება სასიამოვნოს გავსი ინციდენტი და არც მაზეგ და არც 10 წლის შემდეგ უბრალოდ მართა ძალიან მწვავე კითხვები დაუსვა და დასაწყისშივე გავაფრთხილე რომ მაგ ძალიან მწვავე კითხვები არაერთი კითხვა ჩვენ წინა წელს როდესაც პარლამენტში შევხვდით იქაც ძალიან ცხარით ვიკამათით დავით თუ გახსოვთ პლენარულ სხდომაზე როდესაც გინება ხო ნუ სამწუხაროდ ნუ ერთი წლის თავზე როგორც ჩანს არა გააფრთხილეთ რომ წავე კითხვები მაქვსო კითხვა რომელიც უკავშირდება წარმოვიდგინეთ აი ხა მე ვახენე გავიდე და ქალაქის შუა გულ ცენტრიდან მომიტაცონ ერთი წუთით აი მომიტაცონ და მომიტაცონ აღმოჩნდა სამ დღეში სხვა ქვეყანაში ასევე ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ამ საქმის ფარგლებში უბრალოდ აღმოჩნდეს რომ 100 კამერა რომელსაც უნდა გადაეღოთ ჩემი გატაცება რომელშიც მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები 100-ვე კამერაში ვიდეოფირი არის წაშლილი იმ სასაზღვრო გამშვენ პუნქტზე სადაც უნდა ასევე დაფიქსირებული მუხტარული საქმეზე კითხვა დავსვი კონკრეტულად პასუხი ვერ მივიღე კითხვები დავსვი სოციალური მიმართულებით პასუხი ვერ მივიღე კითხვები დავსვი ჩატავითთან დაკავშირებით პასუხი ვერ მივიღე მიმდინარეობს გამოძიება დავალოთ გამოძიების შედეგებს აშენდ რა თქმა უნდა შეხვდით დასრულების დასრულებამდე 2 წუთით ადრე მე მას ვუთხარი რომ იგი იყო უნარო პრემიერ-მინისტრი. უნარო? დიახაც. როდესაც კითხვებზე, კონკრეტულად რაზე გამოვიდა? ბოლოს რა სიტყვა იყო, რაზე წყობიდან გამოვიდა? ბატონ გახარიასთან დაკავშირებით. როდესაც მე მას ვუთხარი და ეს მე მგონი ყველა მიცის რომ შეურაცხყოფა არის დღეს თქვენ მოხვედით მთავრობის აი ამ შემადგენლობით და ითხოვთ პარლამენტარებისგან ნდობას თქვენ და მე როგორც პრემიერ-მინისტრი თავის გუნდთან ერთად არადა თქვენსგან ხელმაჯო მესამე ადამიანი ზის რომელიც უკვე არის ნომინირებული ანუ წარდგენილი როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი ბატონი ივანიშვილის ხიდან მაგრამ ეს ხო კულუარებია ბატონიკა ეს ხო არაოფიციალურია ახლა თქვენ რაც უხარით პრემიერ-მინისტრს ახლა შეიძლება ეს ჟურნალისტმა დასვას ასეთი შეკითხვა ოცნებაში თქვა დაუსვას ასეთი შეკითხვა მოიაზრება თუ არა გახარია რადგანაც ესეთი მოარული ხმებია მაგრამ ამას რომ პრემიერს ეუბნებით რა თქმა უნდა ეს არა უფლება გამოვიდეს წყობიდან შეგაგინოთ საკანონმდებლო მე კი არ შემაგინე თავის ღირსება შელახა პირველ რიგში. კი მე ნამდვილად გამიკვირდა. ვინაიდან ახლა არ უნდა ელოდებოდე
ოპოზიციისგან დაშაქრულ, ასე ვთქვათ, კითხვებს. მით უმეტეს, როდესაც წელიწადში ერთხელ მოდიხარ. და სხვათა შორის ჩვენ გვინდა უახლოეს პერიოდში შევიტანოთ კანონპროექტი პარლამენტში, მოახდინოთ ინიციირება, რომლის მიხედვითაც დავავალდებულოთ პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მინიმუმ ორჯერ რომ მოვიდეს. მომდევნო ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრიც რო იქნება, ისიც უნდა მოვიდეს. ხშირად თუ ივლის მთავრობა პარლამენტში, დამიჯერეთ ამდენი კრიტიკულად გიორგი რეკლამისტროა და ბატონიკას მონოლოგი უნდა დამთავრდეს. გასაგებია, ხშირად თუ მოვა მთავრობა პარლამენტში შეიძლება უფრო ხშირადაც მოვისმინოთ. გინდა და შესაძლოა ოპოზიციამ და ხელისუფლებამ წემონ კიდე წეთმა. მე იმედი მაქვს. ახლა თუ წარმოვიდგინეთ, იქ არ ყოფილიყო კამერა, იქ არ ყოფილიყო ჟურნალისტი და ეს შეხვედრა არ ყოფილიყო საჯარო. ანუ ხელს დაგაწამდა. წარმოვიდგინეთ, ან თქვენ დაარტყამდით ხელს. არა, მე მადლობა ღმერთს ძალიან შორს ვარ ამაზრისგან. მაგრამ ნუ ადამიანი, როდესაც ვიხილეთ იმ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაშიც ვიხილეთ, ნუ ადვილი გამოსაცნობია რა განვითარება შეიძლება პოვოს პროცესმა, როდესაც არ არის იქ მედია. ან როგორ იგებს ეს ადამიანი, ან რა ლექსიკით საუბრობენ. ხო გამოიყვანეთ. მე კი არ გამოიყვანა, წყობრიდან გამოიყვანა მისმა მართლობამ უკანასკნელ წლების განმავლობაში. იცი რა, სასტუმაზე თავს დევს, ბატონო, რაც არ უნდა ნომინალური პრემიერ-მინისტრი იყოს. ოღონდ კი თავისივე ლექსიკით რო ვისაუბროთ, აქვს ეთყობა რაღაცა ღირსება ამ ადამიანს. მან ხომ იცის თავად რომ აი ვერაფერს ვერ წყვეტს და შიდა პიროვნული კონფლიქტია აქ ამ ადამიანს. ეხლა დაუძახა ბატონმა ივანიშვილმა ერთ ჩვენ ერთ დღეს და უთხრა დამინიშნეთ ბატონი ბახტაძე ფინანსთა მინისტრად, დამინიშნე გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად. ნუ არასასიამოვნოა როგორც მინიმუმ, რაც არ უნდა მორჩილებაში იყო. იმიტომ რომ გინდა არ გინდა პრემიერ-მინისტრი გქვია. მინდა არ მინდა რეკლამაზე უნდა გავიდეთ გიორგი ძალიან გასაგებია. ასე უხეშად ნუ გაგვიყვანთ რეკლამაზე. ეფექტი მოახდინა იმაში. ბატონო ნიკა 2018 წელი დადგა მართალია მესმის ფაოთახშია თუ ზევით არის ზემოდან. ესე იგი 2018 წელი დადგა და ესე იგი აი ძალიან მოკლედ მინდა თქვათ, ანუ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა უკრაინა საქართველო გამოტანილი განაჩენი ეს ყველაფერი და აი რას ელოდებით მომავალში თქვენი პარტია რას ელოდება მომავალში და მაინტერესებს საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენ ხო არ იყრით შემთხვევით კი? გეტყვით, ველოდები საზოგადოების გამარჯვებას, ველოდები ამ წყობილების, ან ოლიგარქიის დამარცხებას, ეს გარდაუვალი არის. რამდენად მალე მოხდება ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მათ შორის თქვენზე, ჩემზე და საზოგადოების აქტიურობაზე, მაგრამ ეს არის გარდაუვალი, ამაზე შევთანხმდეთ. და ამავე დროს, რა თქმა უნდა, არაერთი კიდე გამაოცებელი გადაწყვეტილებაც იქნება გამოტანილი როგორც სასამართლოს მხრიდან ქართული ოცნების, ასევე მიღებული გადაწყვეტილება ოცნების. ელოდებით რეგისტრაცია მოხდება. ეს არ დაასუსტებს, რაც არ ყავს გვაძლიერებს. დღეს ქართული ოცნება აღმოჩნდა იმ მოდუში, ანუ ბატონო ნიკა, რეგლამენტი. სადაც ახორციელებს რაღაცა ქმედებებს, მე ხვდება რომ რაღაცა სისულელი გააკეთა, მე დაფუძნდება მთელი სახელმწიფო ბიუროკრატია და ცდილობს გადაფარონ ეს გაკეთებული სისულელე, მაგრამ შეცდომაში კიდევ უფრო გაჯიუტება, მე შეცდომას აშვებია. რაც შეიძლება საპრეზიდენტო კანდიდატს ამაზე მსჯელობა ნამდვილად არ დაწყებულა ჩვენს პარტიაში. იყრიდით კენჭს პრეზიდენტად? მე პრეზიდენტად კენჭის ყრაზე არც მიფიქრია პირდაპირ გეტყვით. ანუ უნდა შემოთავაზოთ პოლიცარჯომ? პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი, არც მერობის კანდიდატი ვიყავი და ნუ გასაგებია, არც მერობის კანდიდატამდე ვამბობ, ხო? მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში ვარ, რაც ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლებაში. აბა სხვა ვინ უნდა იყო? ბაქრაძე აღარ ყავთ ისეთი მუდმივი კანდიდატი. ანუ აღარ ყავთ თქო ბაქრაძე, მაგას ვამბობდა. ან მელია, ან ისევ ზალიკო უდუმაშვილი, ან ვის შეიძლება. ძალიან ბევრი როგორ რამდენიმე ძალიან ღირსეული კანდიდატი ყავს ნაციონალურ მოძრაობას. ეყოლება ძალიან კონკურენტუნარიანი კომუნიკაცია კი არ დაგჩეთ და ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიაში. მადლობა და დაგემშვიდობები და სხვა დროსაც გელოდებით ფაბრიკაში. როგორც ოპოზიციონერს მომიწვევთ თქვენთან გააცემაში. მე ხელისუფლებაში შევსავიქებით, მეც აუცილებლად. დიდი მადლობა ბატონო ნიკა, გაგაცილებთ